შემოვიდი პირდაპირ ეთერში, მოკლედ გიორგი გულბანი ჩხარეული ახალი სტუმრებით, ძმები ადამაშვილები, შოთა და დათო. გამარჯობა. მოგესალმებით. გაცემის დასკვნით ნაწილში მოკლედ საკმაოდ ესეთი ყოველთვის ვცდილობთ, რომ ძალიან სახალისო სასიამოვნო განტვირთვისთვის ტყვილი ლუკმა იყოს მოკლედ გაცემის დასკვნით ნაწილი და მით უმეტეს იმ მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად დაძაბული მძიმე თემის შემდეგ რომელზეც ვისაუბრეთ. მოკლედ მოგესალმებით ბიჭებო და იმედი გვაქვს რომ თქვენ შეძლებთ ახლა იმ მაყურებლისას ვინც ჩვენს გვერდით არის თელი გადაცემის მსვლელობისას და ზოგადად ყველა სიამოვნებს კარგი სიმღერა, მუსიკა, ხელოვნება და რა ვიცი, კარგი განწყობა არავის არ აწყენს, ასე რომ თქვენი იმედი გვაქვს. მადლობთ. ჩვენც იმედი გვაქვს რომ მსმენელიც მიგვიღებს ისე როგორც მივაწოდებთ რა. ორდღე სიტყვით მოდი მაშინ გავეცოთ ტელემაყურებელს ვინც არ გიცნობთ, ვინც იცის ვინც გრად, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგისმენთ ალბათ. როდის დაიწყო თქვენი ინტერესი მუსიკასთან? კი ბატონო. დაახლოებით ძალიან საინტერესო მიმდინარეობას მიყვებით თქვენ ორივე მუსიკაში და ეს ძალიან საინტერესო თემაა. მით უმეტეს იშვიათი მიმდინარეობა არის საქართველოში დღესდღეობით ის. რასაც თქვენ მიყვებით და მე შოთა ადამაშვილი ვარ, ეს დათოა ჩემი ძმა. და რამ დაახლოებით ეს 6 წლის წინ დავიწყეთ აქ რა მაშინ ახალ დაწყებული მქონდა როცა დათოს 13-14 წლის იყო ეს ვასწავლე თურე აკორდი და მე ნელა თავისი გზა თვითონ აირჩია. ცოტა მე თუ კანტრის უკრავ, იცი სოგმა ჩემმა მსმენელმას და დათოს უფრო რაღაც სხვადასხვა მიმართულებით არის განვითარებული შეიძლება ითქვას თვითონაც გეტყვით ალბათ რა ამაზე. მე ჩემ მუსიკას უკრავ ამ ბოლოს. და რა არის შენი მუსიკა? ბევრი ინფლუენცია არის ჩემი მუსიკის დაწყებული ბლუზიდან, პოპი, როკი, ძალიან ბევრ ჟანრს მივედმოვედი და საბოლოოდ ჩამოყალიბდი ჩემ მუსიკაზე, ანუ ძალიან კარგია ის, როცა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში როცა ბევრ ჟანრში ხარ და შემდეგ ამ ჟანრებიდან უკვე შენი კონცეფცია შემოდის, რა მუსიკა გინდა რეალურად აკეთო. მაგრამ ეს ყოველთვის დახვეწადი არის, ანუ არასდროს არ ჩერდები ამ ლეველზე. არც უნდა გაჩერდე რა. ანუ ყოველთვის სხვადასხვა რაღაცებს ვხდები და ეგ საინტერესო პროცესი არის. ისე საინტერესო არა, ორი ძმა, ორივე უკრავს, ორივე ადამაშვილი. ოჯახში ალბათ არის ტრადიცია გარკვეულად, ხო? ტრადიცია არის, კი, დედაჩემი უკრავდა ფორტეპიანოზე. და დედაჩემის გენებიდან მოკლედ ჩვენს შემდეგ ესეც გადმოვიდა თქვენში. აი შოთა შენ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენე რომ შენი ესე ვთქვათ ერთ-ერთი ფავორიტი მუსიკოსი არის დილანი, ხო? ბობ დილანი თავისთავად ერთ-ერთი იყო ვინც დიდი გავლენა მოახდინა შენს მუსიკაზე და კიდე აი რომელი მუსიკოსები არიან აი ისინი ვინც შენ აი ეს მიმართულება აგარჩევინეს? კი არიან ვილი ნელსონი არის გამორჩეული ჩემი ფავორიტი. და თანამედროვე შედარებით 80-იან 90-იანებიდანაც გამოყოლებული კიდე ბევრი მუსიკოსი იყო, მაგრამ ვილის ალბათ გამოარჩევდა ჰენკ უილიამსი, რომელიც 40-იან წლებში მოღვაწეობდა ეს კანტრის მომღერლები. ზოგადად ანუ იმდენად არაცნობილი ჟანრია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი თაობის ზოგიერთ წარმომადგენელი იცნობს, მაინც არ არის რაღაც საზოგადოება მიცის რა თქმა უნდა კანტრი, უბრალოდ ჩვენთან არიან ნაკლებად მუსიკოსები, რომლებიც ამას მიყვებიან. პოპულარული არ არის იმდენად, ანუ საბოლოო ჯამში. და მე რატომღაც ავარჩი ეს გზა, იმიტომ რომ ძალიან როგორ ვთქვა, თვითონ ცხოვრების სტილიცაა კანტრი, მარტო მუსიკა არ არის რა, ესეთი ერთგვარი სტილი არის რა, რომელსაც მისდევ ბოლომდე. და სხვა ინსტრუმენტებზე თუ უკრავთ, აი ხა გიტარის გარდა დაუშვათ კიდევ. კი, ჰარმონიკაზეც უკრავდი. დათომა ცოტა ისწავლა ბოლო ხანებში და მანდოლინას დაწყებაც მინდა, მაგრამ კარგი ხარისხიანი ინსტრუმენტი ჯერ არ მაქვს და როცა ალბათ ამერიკაში როცა მოვახერხებ დასვლას, მაშინ დავიწყებ უკვე. იქ დიდი არჩევანია ინსტრუმენტების მხრივაც რა. აქ ცოტა გვიჭირს, ანუ მაღაზიებში რო შედიხარ, ხარისხიანი ინსტრუმენტის ყიდვაცნელი არის. შოთა იცის მაყურებელმა რამდენიმე ესეთ კონკურსში გამოდიოდა, სატელევიზიო ცნობილ კონკურსში. ახალი ხმა, ახალ ხმაში. კი ბოლოს მომწევი. რატო? შეცვალ გქონია რა მსგავსი გამოცდილება და შოთამაც ასე გითხრას, რატო აირჩიე ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი რამ გაგიჩინა და რა მოიტანა შენთვის აი ამ კონკურსმა? მე ვიყავი წინა წელს X Factor-ში გავედი და რაც 10 კაცში მოვხდი ბიჭებში და ცოტა ხანი იყო ეს დედაჩემმა მთხოვა მან კაცია და მე საერთოდ ეგეთ კონკურსებში არ გამოვდივარ ხოლმე, მაგრამ ერთხელ ეგრე გამოვედი და საინტერესო იყო განსაკუთრებული გამოცდილება, რო თქვა ეგეთ როგორც მუსიკოსთვის არაფერი არ მოუწია ხა ეგეთ მასეთ პროექტს, იმიტომ რომ მაინც
მან ქოვერებს უკრავდა ძირითადად და მასაზე გათვლილ მუსიკას. მაგრამ საინტერესო არის მაინც ტელევიზიაში შეხედვა და რა ხდება ზოგადად შიდა სივრცეში. აბაშოთო შენს დაუზიარე. მე თუნდაც რომ მონაწილეობდი ხა ცოტა ხანგრძლივად ვიყავი შედარებით ახალხმაში, მაგრამ ვიტყოდი რომ სასცენო გამოცდილება ბევრს ნიშნავს მაინც რა. ან რასაც ქვია ნამდვილ სცენაზე უცე გამოდიხარ და მით უმეტეს უცებ პირდაპირ ეთერშიც გიწევს ხოლმე შესრულება რამდენჯერმე მომიწია ასე. აქ ოპერატიულობასაც აქვს მნიშვნელობა სცენაზე როგორ მოძრაობდა, ბევრ რამეს სწავლობ. და ეს ვისაუბრებ, თუმცა კონკურსი არ არის მაინც არჩევი და არც სტატუსი, იმიტომ რომ მუსიკოსი როცა შემოქმედია და საკუთარ რაღაცას ქმნის, მას უკვე სხვა სცენა ჭირდება. შეიძლება ფესტივალები იყოს ეს ან რაღაც თქვა რომელიმე ჩამწერ სტუდიებთან თანამშრომლობა, რისი კულტურაც ჩვენთან ჯერჯერობით არ არის განვითარებული. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შოუ შენ გაძლევს იმ საშუალებას, რომ შენი ეს მიმართულება გაუზიარო ფართოდ საზოგადოებას. მეტნაკლებად კიდე პლატფორმას გაძლევს, თუმცა არ მომცემია რომ გითხავთ, მაინც მაგალითად country-ს რომელიმე ესეთი კლასიკური მაგალითად ნიმუში შემესრულებინა სცენაზე არ მომცემია ის შანსი, იმიტომ რომ აი პროდიუსერების არჩევანითაც აი როგორ თქვა, მაინც პოპულარული რეპერტუარისკენ ჩვენ ქვეყანაში პოპულარული რეპერტუარისკენ გადაიხარნენ და არ აქვს იმხელა თავისუფლება რა. თუნდაც იმ სხვისი კომპოზიციების შესრულებაში. კონკურსს ეს თავისი ნაკლებიც აქვს რა. აი ჩვენთან ერთ-ერთი პლატფორმა მუსიკოსებისთვის დღევანდელ სამყაროში, ამ ქართულ მუსიკალურ სივრცეში არის კონკურსები სამწუხაროდ. და იმ პერიოდში შესაძლოა ამ შოუში იყავი საკმაოდ ბევრი ესეთი თაყვანისმცემელი გაგიჩნდათ. და აი როგორი დამოკიდებულება იყო მსმენელისგან, ალბათ გრძნობილი მაყურებლისგან. ძალიან პოზიტიური და ძალიან დიდი სიყვარული დღემდეც არის შემორჩენილი. უბრალოდ მე მიმაჩნია რომ როცა ასერჩები და მე უკვე შენი ეს თქვა ვარშლავი თუ რაც ქვია ამას ჩაიძირება ცოტა ხანში ეს იმის დამადასტურებელია რომ ის როცა ადამიანშვილი თუ ნებისმიერი სხვა არის მითი რომელიც მარტო იმ კონკურსში არის კარგი და მე აღარავის აინტერესებს იმიტომ თუ კლიპი არ ჩაწერე რა თქვა ახალი სიმღერები ვერ გამოვუშვი მე ანუ რაც თქვია არ შეფუთული ვარშლავი არ იყავით თუნდაც ვარშლავი მაშინ ეს უბრალოდ რამდენიმე თვიანი პოპულარობაა მე უკვე კონკურს არაცავდა კონცერტებზე დაპატიჟო ის ხალხი ძალიან იშვიათად რომ იმათგან რომელიმე მოვიდეს. უბრალოდ სიყვარულს დღემდე კი იღებ ქუჩაში, ანუ ეს კარგია რა. და ავტოგრაფებს და სურათს გთხოვენ რა. ველო, ხო შეგვისრულონ ხოლმე ბიჭებს რა? გთხოვოთ, ბიჭებო. შეგვისრულონ. აბა რაიმე ესეთი თქვენი შემოქმედებიდან გამორჩეული და განსაკუთრებული რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენ თავად. გიტარას თუ გავუშვებო. ორივე იმღერებ თუ შოთა იმღერებს. შოთა იმღერებს ორივე შეესრულო. აბა დაუთმოთ შოთას ადგილი მიკროფონთან მაშინ. მაშინ შემოგთავაზებთ ესეთ სიმღერას, რომელიც დავწერე 2 წლის წინ, ის იყო კატოვიცელ მიმტანზე. კატოვიცეს ზოგადად პოლონეთის თემა ჩვენთან ბოლო ხანებში აქტუალურია. და ცოტა ხნით ვიყავი ჩასული პოლონეთში და მაშინ მომივიდა ესეთი არ დამეწერა სიმღერა. საინტერესოა. პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქია კატოვიცე, მოგეთ? We had a free day in Katowice. Może pójdziemy na ulicę. Finally we entered some stupid bar. And I put in a corner my western guitar. None of the meals had a good taste. It was a black-white uncomfortable place. But I didn't care for the times I would waste. Cause there was a waitress with a fabulous face. Humbly and gracefully she was moving between the tables. I got nervous. Dream like the rain to the forest started falling on me. Maybe my feelings for her are not all in vain. All of the lunchtime stealthily staring at her. I was thinking if someday I'll get a chance to see her again. Max told me, did you find the love of your life? I said, you sang gonna sleep at night. He wondered, hey boy, how bashful you are. Probably you're gonna be a future rock star. I was too weak to tell her anything. I just gave her as a present my guitar pick. Dream like the moon to the train kept on following me. Maybe my feelings for her are not all in vain. On my way from Poland to Georgia, I did ride in myself. I didn't even ask her, what is your name?
არ ვიცი პოლონეთის როგორ მაგრამ ახალში ცოტა კი ვიგზენი თავისე. რაღაც თან ისეთ სტილშიც გაცვია შენ ისეთი country-ს მუსიკა მარგინალურია, მაგრამ არა, განსხვავებულია და ძალიან კარგია და ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი შენ სტილს იპოვი, ეს იქნება ჩაცმის თუ მუსიკის, საერთოდ რასაც ემსახურები, იქ რო შენ სტილს იპოვი და არა ის რომ გაიმეორო ვიღაცის, ასე ვთქვათ, პლაგიატორულობა, არამედ შენ სტილს როცა იპოვი, ეს უკვე ძალიან კარგი არის, ძალიან დასაფასებელი არის. მით უმეტეს სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა. მოდის მაშინ დღევანდელ დღეზე არ ხდება კიდევ ასე ვთქვათ, სად საქმიანობთ, რას კონკრეტულად რა ეტაპზე ხართ? და სად შეიძლება თქვენი მოსმენა, კიდე აი დაუშვათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს მოსწონს. კარგია რომ დათო წერს თავის სიმღერებს, ფოტოშობა მხრივ. ხო, ესეც ჩემი სიმღერა იყო, როგორც გითხარით, და ანუ ამ ეტაპზე ორივე სიმღერების წერაში კი ვართ ქართულები, ასე ვთქვათ, მუშაობთ, მაგრამ თან ლაივებიც გვაქვს ხოლმე ბარებში. ხვალ და თუ უკრავს. აი სად ხდება მაგალითად მსგავსი მუსიკის? ხალკა ახალი გახსენებია Raven Studio ესე ქვია. ყვავილების ბაზრობა რო კოლმეურნებასთან მანდარის და ძალიან საკმაოდ კარგი სივრცე არის მუსიკოსებისთვის, იმიტომ რომ ხდება ესეთი მუსიკოსების მიწვევა, რომლებიც აკეთებენ თავის მუსიკას და საინტერესო უფრო მაყურებლისთვის ეს ძალიან და აი მაგალითად იქ ჟანრი შერჩეულია და არა კონკრეტული ჟანრი არ არის, უბრალოდ დამოუკიდებელი არტისტების აქ ძირითადად სცემანს და ძალიან საინტერესო ადგილია ჩემთვის პირადად როგორც მუსიკოსისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება აღმოვაჩინო, რომელიც არ მომისმენია აქამდე და ყოველთვის საინტერესო მან მისვლა. ხვალ დაუკრავ მე მან გუშინაც იყო რაღაც ლაივი და რავი ძალიან კაი ადგილი არის. ძალიან ცოტა ეგეთი ადგილი სხვადასხვა და კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ მუსიკოსები საქართველოში დეფინიცია არ არის საერთოდ მუსიკოსების ანუ ხალხს გონია რომ რაღაც კონკრეტულ ბარებში სადაც ქოვერებს უკრავენ ძირითადად აიგიებენ ხოლმე არტისტებს რომლებიც თავის მუსიკას აკეთებენ. ეს რადიკალურად სხვა რაღაცა არის. და ძალიან კაი იქნებოდა რომ ეგეთი სივრცეები უფრო მეტი იყოს, რომ ხალხმა უფრო გაიგოს დააფასოს რა არის დამოუკიდებელი არტი ზოგადად. შეტავ ძალიან ახსენე რომ ძალიან გიყვარს მოგზაურობა, იგივე პოლონეთის მოკლედ პატარა ისტორია სიმღერაზე გადმოგვეცი. მოგვიყევი იმ მოგზაურობის შესახებ თქვა, რომელიც სიმღერად არ აგიწერია თუნდაც, მაგრამ აი ესეც საინტერესოა და მომავალში ხوار გეგმავთ რა იმესეთ უფრო შოუ რეისებზე. კი ბატონო. აუცილებლად პოლონეთში მე თვითონ მე მოგვიანებით ხათვეც ცხოვრობდი იმ პირველი ვიზიტის მერე და მოხალისედ მუშაობდი ეგეთ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში. იქაც მქონდა გადასვლის შანსები სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ძირითადად ვიყავი კრაკოვში და სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდი და ერთ-ერთ ღია მიკროფონის საღამოზე გავიცანი მე ვიოლინე პაოლო კავალაიო, იტალიელი. იქ ცხოვრობს და მასთან ერთად მქონდა შექმნილი country duet-ი. Dirty Shoes Band, ანუ ჭუჭყენი ფეხსაცმელები ესე გვერქვა. ხო და ახლაც საბედნიეროდ, ანუ იმის მერ წელიწადნახევარი გავიდა, მაგრამ ვისაჯინოს ფესტივალზე აგვისტოში მიგვიწვიეს ახლა ლიტვაში, სადაც მე მივწერე პაოლოს, რომ მეთქი თუ ჩაერთვები, ჩამოვალ კრაკოვში, ვირეპეტიციოთ და მე გავიდეთ მეთქი. ანუ ძალიან კარგია ესეთი შესაძლებლობა როცა გაქვსო წახვიდე იმოგზაურო ხოებს გაუზიარო საკუთარი მუსიკა, იმიტომ რომ ერთ და იმავე ადგილას შეიძლება შენც მოგბერძდეს დაკვრა და ხალხსაც მოგბერძდე რა. ადგილების ფიზიკური ცვლილებაც სამნიშნელოვანი ამ დროს იმღერებით იწერება და სამნიშნელოვანი ზოგადად არტისტისთვისაც მოგზაურობა და ის პროცესი დათოსაც აი შეუძლებელი. ბოლო ხანებში დათოს უფრო მეტი შანსი ჰქონდა. აბა მოგვიყევი და მოგვიყევი. მე ზაფხულში დავიწყე მოგზაურობა. გერმანიაში მქონდა, ბერლინში მქონდა ერთ-ერთ ბარში ლაივი. მე ჰოლანდიაში წავედი, ჰოლანდიაშიც ორგან დაუკარი. ამსტერდამში კონკრეტულად და შემდეგ ბოლოს ლიტვის დავასრულე. ბელგიაში ვიყავი, მაგრამ იქ უბრალოდ გადავედი. და ეხლა 25 სექტემბრიდან უკვე მეორე მოგზაურობა დავიწყე და მაგდეს 12 ქვეყანაში ვიყავი. და ან ძირითადად სკანდინავიიდან ბალტიის ზღვისპირეთის ქვეყნები და შიდა ევროპაში. ფაქტიურად ტურნე ქონდა. კი, მოგზაურობდი, უკრავდი ყველგან, სადაც შეიძლება. ანუ არ უშვებდი შანსს დაკვრის და ეხლაც ეგრე ვარ, იმიტომ რომ ჩემს დაკვრა არის ყოველდღე. მაშინ დაგვიკარი ახაც ნუ გაუშვებ შანსს, რაც შეიძლება მეტი მოვასწროთ გადაცემის დასრულებაზე. დაგვიკარი ვიმღერე.
აკუსტიკურზე დავუკრავ. იგი ის გიტარა უფრო კარგად მღერის. ეს სიმღერა აკუსტიკურზე დავწერე და. კარგი თვალს. ეს უკვე შენი სიმღერა არის. კი ეს შენი შექმნილი. მაშინ წარმოიდგინე სიმღერას. ამ სიმღერას ქვია My Way დავწერე 18-ის ვიყავ მგონი. ეს გზა მაშინ არ ქონდა გავლილი ხო? ეს გზა არ ქონდა გავლილი, მაგრამ იტალიაში ცხოვრობდი მაგ დროს და მაგ მომენტში დავწერე, როცა ჩემი სახელიდან ვიყავი შორს. I'm so far away from my home. I don't know where I'm going, I don't know what I'm looking for. I'm still falling in love with a girl I will never be with, I'm sure. Will I find my way? Will I see you again? Will I go so far because of you? I can't believe what I saw, what I found. I saw your smile beyond the mountain's lines. Will I meet you again on the other side? Will I see your eyes? Will I be one more time in your mind? Will I find my way? Will I see you again? Will I go so far because of you? Or will I find my way? Will I see you again? Will I go so far because of you? I'm so far away from my home. I'm so far away from my home. I'm so far away from my home. I'm so far away from. ესე იგი როგორც ჩანს, საზღვარგარეთ მოგზაურობისას ეხსნებოდ მოკლედ შემოგვედებითი მონატრებაზე. კი საერთოდ ძალიან დამახასიათებელი ნაწილი არის რა ჩვენი ცხოვრებისთვის და სამწუხაროდ ეხლა ქართულ ხალხს არ აქვს იმის ფუფუნება ჯერჯერობით იმედია რომ ცოტა გაათვილდება ცოტა ხანში რომ ვთქვათ სავიზო პროცესად შეეხება რა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ მოგზაურობა ანათლებს რა ადამიანს და ბევრ რამეზე თვალს უხილს და სხვადასხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს რა. სხვადასხვა ხალხს და კულტურას ხვდები და აცნობიერებ რაღაც ადამიანურ ღირებულებებს, რომელიც შეიძლება რომელზეც არ გიფიქრია. ხო, აი მინდა მეკითხა, აი ამდენ ადგილას რომ იყავით, თქვენთვის აი ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე დასამახსოვრებელი, მაინც რომელი მოგზაურობა იყო, რომელი ქვეყანა, რომელი ხალხის კულტურა, მიღება მათი თქვენი მუსიკის? ჩემთვის პირადად ძალიან მაგარი იყო დანია. და ფინეთი, სკანდინავიის ქვეყნები მომეწონა ძალიან, იმიტომ რომ ხალხი სუსხანაირი არის, სუსხანაირად უკვე. ანუ როგორი მიიღო? ძალიან ჰუმანური ხალხია. ანუ ზოგადად ყველანაირად გიგებენ, ყველანაირად ესმის შენი ის რო ხარ უცხოელი და მოგზაურობ ამ ძალიან მარტივად შემოდიან კონტაქტში. გერმანიაში ეგრე არის. თან სკანდინავიელები. სკანდინავიელები ძალიან სხვადასხვა ბევრი ამბობს ცივი ხალხია, მაგრამ ზოგადად მე პირადად ყოველ შემთხვევაში ალბათ მუსიკოსი ვარ გამართა. ყოველთვის ან მოგზაურობის ყოველთვის საინტერესოა ხალხთან ურთიერთობა, ლოკალურ ხალხთან ურთიერთობა და ბევრ ამის სწავლობ მაქედან, პირველ როგორც ადამიანი და
ძალიან მაგარია. კიდევ უნგრეთი მომეწონა როგორც რაღაც ბუდაპეშტში ვიყავი. ძალიან ლამაზი ქალაქია. ლამაზი ქალაქია. კი. კი და ვენეციაში დავამთავრე ეს ბოლო ტრიპის, ბოლო მოგზაურობის ეტაპი და ძალიან არქიტექტურით მოვიხილე ძალიან. მუსიკით არ დამიკრავს უბრალოდ უტყუებოდი ამ სილამაზით და ფადაშორის დანიდან თუ გიყურებენ მოგითხრა დანიელებს განსაკუთრებით ეს ლეგენდარული ვარ ებე X მე მინდა მომავალის გეგმები გითხოთ ანუ თუ აპირებ ისევ მოგზაურობას ან საქართველოში თუ აპირებთ რაღაც ახალი შექმნა და დაწეროთ კი, რა თქმა უნდა, ეხლაც მიდის მუშაობა ამაზე და ბოლო ხანებში გქონდა რაღაც ქართულ ტექსტებზე მუშაობა, ბოლო ძალიან ცოტა სპეციფიკური ენა თვითონ ისედაც განსხვავებულია ჩვენი, რომ ძალიან ფრთხილ მუშაობას მოითხოვს ამ მუსიკალური გამოგივიდეს ის ტექსტი რასაც წერ. ეხლა თვითონ მე გაგზავნილი მაქვს საბუთები თეთ კოლეჯში და დაამინდა რომ ჩავირიცხო, ეს ეხება უფრო ჩემი ბურშტატს ამერიკაში, კენტაკის. სადაც მუსიკალურ ფაკულტეტზე მინდა რომ ვთქვათ მუსიკის თეორია და მთელი ეს ფორმალური განათლება მივიღო, რაც მჭირდება აუცილებლად რომ უფრო გამვითარდე პროფესიულად. თან იმ სივრცეში მოვხვდე, სადაც ეს ვთქვათ ამერიკული სამხრეთი, სადაც მე შეიგრძნო ეს თლიანად როგორც არის ამერიკულ სულს. ნახოთ აპრილში ველოდები პასუხებს. მანამდე კი გეგმობ აი ფესტივალისთვის ვთქვათ მოსამზადებელ პერიოდს გავდივარ, რომელიც აგვისტოში იქნება ლიტვაში. რა თქმა უნდა, ეს ორი გეგმა არის ჯერჯერობით, რომელიც დღის წესრიგში დგას. ნახოთ როგორ გაგვიმართება. საკმაოდ მნიშვნელოვანი. სხვადასხვა ერთად თქვა რომ როცა ზაფხულში ვიყავი ლიტვაში, მაშინ ჩავატარე ლაივი ვილნიუსში და მან გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, ძალიან თბილად მიმიღეს, ძალიან თბილად და ყველაფერი შემომევლენ. და ძალიან კარგი იყო და ამის მერე გავიცანი კამილე ნამდვილად ლიტვაშია. ის გოგო რომელმაც შემდეგ შოთა მიიწვია country ფესტივალზე. ეხლა ანუ ეს ურთიერთობიდან გამომდინარე მოხდა ეს პირადი კონტაქტები მნიშვნელოვანია. იმედი არ შეგვარცხნშო და მოდი კიდევ ერთი სიმღერა შევთავაზოთ და ამით პრაქტიკულად ამოვიწურა ჩვენი გადაცემის დღევანდელი დრო. თუმცა მოდი ესე ვქნათ რომ მაქსიმალურად რომ გამოვიყენოთ ამ მიჭების მოკლედ ჩვენთან სტუმრობა ორი სიმღერა რომ ერთიანად ესე როგორც ესე შეიძლება ერთდროულად რომ ვიმღეროთ ამ ერთი დავამთავროთ მე მეორე და ამით გამშვიდობებით და ჩვენ ტელემაყურებელსაც ისე დავუკეთო განჭიროებს აბა ახლა რომელი გვიმღეროს შოთა ხო ალბათ დაგჭირდება ხო რაღაც საერთო საერთო მანდოს თუ აგიძებო ესეც ვთქვათ ჩემი მოუხერხებელი ფიგურა აი შეიძლება ეს Allman Brothers-ის სიმღერა Sweet Melissa Crossroads seem to come and go yeah Gypsy flies from coast to coast knowing many loving none bearing sorrow having fun but back home he will always run to sweet Melissa oh yeah Freight train each car looks the same all the same no one knows the gypsy's name no one hears his lonely sigh there are no blankets where he lies in his deepest dreams the gypsy flies with sweet Melissa
the morning comes, again it's on the run. Sunbeam shining through his hair, appearing not to have a care. Pick up your gear and gypsy roll on, roll on. Crossroads, will you ever let it go? Lord, Lord, will you have a dead man's ghost where he lie beneath the clay? Will his spirit flow away? But I know that he won't stay without Melissa. Yes, I know that he won't stay, yeah, without Melissa. აბა, დასასრულისთვის არ შემოგთავაზებდა თან სანამ მომზადებით რომ იმპასუხოთ ესე იგი ერთად არ ცდილობთ თუ სადმე ან კონკურსზე გახვიდეთ ან რაღაც არ დაუყავთ ერთად ცალ-ცალკე რომ მოგზაურობთ ცალ-ცალკე რომ გადიხართ ჯეჯერობით ალბათ გეგმაში ან დუეტი ეს ვერ შევიდა იმიტომ რომ იცით როგორ არის მე ცოტა 27-ს მიუკაკუნე უკვე უნდა ვიჩქარო რაღაცებს გათოს ასაკში ხარ უკვე გასალაგებელი ხარ უწოდე კარგია, კარგი. მოკლედ იმედია რომ მოვადრო რომ ერთადაც კი გვინდა რაღაცა იხილავთ როგორც დიდ სცენაზე ასევე სხვა შეგვედებით ასპარეზზე. მოდით მაშინ სანამ დათო გვიმღერებს ტელემაყურებელს დავიმშვიდობოთ ჩვენ ამ სიმღერის თანხლებით. რელოჩკარეული გიორგი გულბანი გემშვიდობებათ მოკლედ გაცემა შუადღე TV3-ზე მისი მთლიანი შემოქმედებითი კოლექტივი ადამიანშვილების ძმების შოთა და დათოს თუ შენ აღარ უკრავ. აღარ ხო მაშინ დათო ადამიანშვილი შემოქმედებით მოკლედ სტუმრად კი ძმების სწორედ დათო და შოთა ადამიანშვილი ყავდნენ გაცემის დასკვნით ნაწილში. სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ ჩვენ ორ შაბათს კვლავ დაბრუნდებით 14 საათ და 30 წუთიდან ეთერში. ჩვენს უმას დაუკრავ რომელიც დავწერე მოგზაურობის დროს ბოლო მოგზაურობის დროს. მატარებელში ცხოვრების. Down, I have nothing to think about when I'm going wrong. Do you remember me all the time? I'll take my time to realize those things that I have done. We both have choices now, but I can't see any sign which way you wanna go. Just tell me when you decide. I can't forget the time we spent
together, but what about you? Now you are sleeping in my knees, and you don't know what we will be. I don't know, you don't know, I don't know what it will be. When you were laid down, I had nothing to think about.